მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა თქვენ არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, ჩემო კარგებო, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა ფინანსებზე, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ. როგორია ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა? ორ ვარიანტზე გავაკეთოთ. ეს იქნება ერთგვარი სიგნიფიკაცია, ახლანდელი ფინანსური მდგომარეობა თქვენი თუ რეზონირდა იმ სიტუაციასთან, რომელშიც იმყოფებით, გააგრძელეთ ყურება, მაშინ ეს გაშლა არის თქვენი, თუ არ არის, მაშინ ნუ უყურებთ, ჩემო კარგებო. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი და მეორე ვარიანტი. ნახოთ თქვენი ახლანდელი ფინანსური მდგომარეობა, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომდევნო, თქვათ 3 თვის განმავლობაში, ან თქვენ თავად ჩაიფიქრეთ პერიოდი, რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ და შემდეგ ვიკითხოთ რჩევა, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რა უნდა გააკეთოთ. ეს იქნება ერთგვარი რჩევა. პირველი და მეორე ვარიანტი. გავაკეთოთ სხვადასხვა დასტით, ჩემო კარგებო, აირჩიეთ ვარიანტი და აირჩიეთ ვარიანტი, მე დავიწყებ მას, ჩემო კარგებო. ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, მეორეს გადავდებ იქით. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, მე მგონი ჩანს. ნახოთ თქვენი ახლანდელი ფინანსური მდგომარეობა როგორია. ვინც პირველი ვარიანტი აირჩია. როგორი ახლანდელი ფინანსური მდგომარეობა თქვენი, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია. ჩემო კარგებო, იცით რა არის? მინდა გითხრათ, რომ მაინც და მაინც რო თქვა, სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა გაქვთ, მე აქ ვერ ვხედავ, შესაძლებელია ამ მომენტში რაღაც მნიშვნელოვანი დანაკარგები გაქვთ და ეს შესაძლებელია იყოს გამოწვეული კონკრეტულად არა თქვენი მოქმედებით, ან არამედ შესაძლებელია სხვისა რაღაც მანიპულაციებით, ღალატით, რაღაც ესეთი ეშმაკური მოქმედებებით, რამაც სხვისა ზეგავლენით, რომ როდესაც რაღაც ხდება, სხვას ვენდობით, სხვის რჩევას მივდევთ, ან რაღაც სხვის მიერ რაღაც საქმეს ვიწყებთ და შემდეგ ყველაფერი მიდის უკუღმა, ხო, იმის მაგივრად, რომ რაღაც მოგება გქონდეს, პირიქით ხდება ყველაფერი, ანუ არა გაქვთ სახარბიელო მდგომარეობა, მინდა გითხრათ, შესაძლებელია ისევ გამიმეორებ, აქ დანაკარგებია, შესაძლებელია არის ვალები, მოკლედ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, ეს შესაძლებელია იყოს კრედიტები, კერძო ვალები ერთი სიტყვით და რომ იტყვი, მთელი თქვენი შემოსავალი, აი ეს რაღაცნაირად მიედინება, ისე რომ შესაძლებელია ხელში ვერც კი იღებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან თავს იტვირთავთ და ბევრ რაღაცას ერთდროულად ეჭიდებით ბევრ საქმეს, მაინც თითქოს ხელში ვერაფერს ვერ იჭერთ და თვალსა და ხელს შუაქრება თითქოს ფული. კი, არ გაქვთ ამჟამად ნამდვილად სახარბიელო მდგომარეობა. აქ მე ვიტყვი, რომ არის ბანკის ვალებიც და შიში იმის, რომ ყველაფერი შესაძლებელია ან დაკარგეთ უკვე, ან ამის შიში გაქვთ, რომ შესაძლებელია ყველაფერი დაკარგოთ და აი გამოუვალ სიტუაციაში ხართ, რასაც ქვია გამოუვალ სიტუაციაში. შესაძლებელია იცით რა არის აქ თქვენი რაღაც დაუფიქრებელი ქმედებების გამოც არის მოტყუდით შესაძლებელია ენდეთ პირებს, ვისთვისაც არ ღირდა, რომ თქვენი ფინანსები ჩაგევარებინათ ან გენდოთ და შესაძლებელია აი ზუსტად აი სხვების გავლენა, ჩემო კარგებო, სხვების გავლენა, სხვების რაღაც ეშმაკობებმა და მითვისებამ, ასე ვთქვათ, თქვენი ფინანსებისა გამოიწვია ის, რომ თქვენ დღეს ხართ გამოუვალ სიტუაციაში. მოდი ვნახოთ. ნახოთ, მე მაინტერესებს აქ ისეთი სიტუაცია, თქვენი შეცდომა, სად დაუშვით შეცდომა, რაში მდგომარეობს, აქ ისეთი რთული მდგომარეობა, 7-იანი ხმალი, 10-იანი კვერთხი და 8-იანი ხმალი, ჩემო კარგებო, ანუ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ ასე ახლა ამჟამად ფინანსურად. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ უკაპიკოდ ხართ დარჩენილები და რესურსის გარეშე ხართ ფიზიკურად დარჩენილები. მოდი ვნახოთ, რამ გამოიწვია ეს, რაში დაუშვით შეცდომა, პირველმა ვარიანტმა, რაში დაუშვით შეცდომა. იცით რა არის პაჟი პენტაკლის, შესაძლებელია თქვენი შეცდომა მდგომარეობს თქვენს გამოუცდელობაში. არ იყავით შესაძლებელია, არ გქონდეთ სათანადო რაღაც გამოცდილება, არ შეისწავლეთ ის საქმე, ის სიტუაცია, რაშიც ფულს დებდით, ან რისთვისაც ფულს იღებდით, ვთქვათ, ბანკიდან, ხო? ან შესაძლებელია ის საქმიანობა, რასაც ეწევით,
ახალი დაწყებული გაქვთ, ახალი დაწყებული გაქვთ და ყველა ვარიანტში აქ არის გამოუცდელობა, შემოკარგებო თქვენი გამოუცდელობა. არ შეისწავლეთ თქვათ ბაზარი, თუ საქმიანობას ეწევით რაიმე საქმიანობას და იმ საქმეში ჩადეთ ფული, არ შეისწავლეთ ის ხარჯები, თქვათ განაწილება რანაირად ხდება, როგორ დაბალანსდეს ხო შემოსავალი, გასავალი და ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს დანაკარგები. აქ არის თქვენი გამოუცდელობა, შემოკარგებო, გამოუცდელობა. გინდოდათ, იცით რა არის, გინდოდათ რომ ყოფილი რაღაც წარმატებისთვის მიგეღწიათ, შესაძლებელია არ მიმართეთ უფრო კომპეტენტურ ორგანოებს, არ შეისწავლეთ და არ გაითვალისწინეთ უფრო პროფესიონალურ დონეზე და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. იცით რა არის, კი, აქ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ზოგიერთს კონდეთ აღებული სახელმწიფო დაწესებულებიდან, ბანკებიდან, სტრუქტურებიდან შემოსავალი ფინანსური რაღაც კრედიტები და შესაძლებელია თქვენი ქონებაც კი ჩადეთ ამაში და აი ეს რისკი არ გათვალეთ თავიდან, რა შეიძლება მოჰყოლოდა. შესაძლებელია დაუჯერეთ, ისევ გავიმეორებ, შვიდიანი ხმალი ამოვიდა, შესაძლებელია ისე დაგიხატეს, ისე ლამაზი სიტყვებით და ისეთი რაღაც იდეები ისეთი შემოგთავაზეს და ისეთნაირად დაგიხატეს ის საქმე, რაშიც თქვათ ფული ჩადეთ, ან რისთვისაც გინდოდათ. ყველა ვარიანტში აქ არის თქვენი გამოუცდელობა და აი დარჩით მოტყუებული. აი ეს არის თქვენი შეცდომა. მოდი ვნახოთ. შვიდიან ხმალს დავტოვებ. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ვნახოთ, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. რა შეიცვლება ხო ფინანსების კუთხით? დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით თუ იქნება რამე უკეთესობა, ვნახოთ. რა შეიცვლება და როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ვნახოთ. იცით რა არის, შემოკარგებო, მე ვფიქრობ, რომ თქვენ გამოხვალთ აი სირთულიდან, რა მდგომარეობაშიც ამჟამად იმყოფებით, რა რთულ მდგომარეობაშიც ამჟამად იმყოფებით. გამოჩნდება რაღაც ალტერნატიული გზა, ალტერნატიული ვარიანტი, შესაძლებელია ეს იყოს პირდაპირ მნიშვნელობით გზასთან დაკავშირებული, სადმე წასვლა და ვფიქრობ, რომ ის სიტუაცია, რაც აქამდე გქონდათ, უნდა შეიცვალოს. ან შესაძლებელია გამოჩნდეს რაღაც დამატებითი ორი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ, შემოკარგებო. მაგრამ ყველა ვარიანტში ვფიქრობ, რომ უკეთესობა იქნება მომდევნო 3 თვის განმავლობაში ფინანსებთან დაკავშირებით. თქვენივე აქტიურობით. კიდევ მაინტერესებს. კი, რაღაც შანსი, რაღაც შემოთავაზება გექნებათ, შესაძლებელია მამაკაცისგან, ორი მამაკაცის ფიგურა ამოვიდა, შესაძლებელია რაღაც შემოთავაზება გქონდეთ და ან ვიღაც მამაკაცი დაგეხმაროთ აი ამ მდგომარეობის გამოსწორებაში, რა მდგომარეობაშიც ამჟამად იმყოფებით. და ეს შესაძლებელია იყოს დაკავშირებული კიდევ და კიდევ ვიმეორებ ზოგიერთთან პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც გზასთან. ზოგიერთთან შესაძლებელია რაღაც შემოსავალს ელოდებით საზღვარგარეთიდან, გქონდეთ რაღაც დახმარება, ან შეიძლება იყოს ასეთი ვარიანტიც, რომ რაღაც ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაღაც ვაჭრობიდან გქონდეთ რაღაც გარკვეული შემოსავალი. მე აქ ვარიანტებს ვაჟღერებ, თქვენი რაც არის, ის მიიღეთ, შემოკარგებო. მოდი ვნახოთ თქვენთვის რჩევა. რჩევა რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ, რა უნდა გააკეთოთ? უნდა იმოქმედოთ რვიანი კვერთხი. უნდა იმოქმედოთ, შემოკარგებო, უნდა იმოქმედოთ პაჟი კვერთხის, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ. ისევ პაჟი ამოვიდა, მე ვერ გეტყვით, რომ იმ სიტუაციაში, რაც გაინტერესებთ, ხო, ინფორმაცია მოიციათ, უნდა იმოქმედოთ. რვიანი კვერთხი ასევე ინფორმაციაა, ხო, ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, ყველაფერი კარგად, ასე ვთქვათ, მოიძიეთ.
იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ და აუცილებლად გამოჩნდება რაღაც ალტერნატიული რაღაც საშუალება, შესაძლებელია შემოთავაზება. ოღონდ ეს ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ცოტა მოგვიანებით მოხდეს და შესაძლებელია საზღვარგარეთთან იყოს დაკავშირებული, ანუ როგორ გითხრათ, იცით, მანძილიდან მოდის თითქოს რაღაც შემოსავალი, შესაძლებელია ცოტა მოცდაც კი დაგჭირდეთ ამასთან დაკავშირებით, რაღაც პერიოდი იყოს საჭირო. ყოველ შემთხვევისთვის აქ გვეუბნებიან იმას, რომ უნდა იმოქმედოთ, უნდა ინფორმაცია მოიძიოთ და ის შანსები, რაც აუცილებლად, აი ეს შანსი მოგეცემათ აუცილებლად, ოღონდ ყველაფერი კარგად გაარკვიეთ, თუ რაიმე იქნება ბურუსით მოცული და რაღაცაში ეჭვი გეპარებათ, ხო? რაღაც საკითხებში ყველაფერი დეტალურად მოიძიეთ, იმიტომ რომ თვარის არკანი ამოვიდა. ისევ არ დარჩეთ მოტყუებული და ყველაფერი დასტაბილურდება, შემოკარგება, იმიტომ რომ ზომიერების არკანი ამოვიდა, შემდეგ მზის არკანი ამოვიდა და ძალის დასტის წირზე მაქვს ძალის არკანი, თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი მდგომარეობა, რომელიც ამჟამად გაქვთ, შეცვალოთ უკეთესობისკენ. ყოველ შემთხვევაში რჩევა არის ასეთი. მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს. ნახოთ მეორე ვარიანტი, შემოკარგებო, მეორე ვარიანტი ნახოთ. როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად? ვინც მეორე ვარიანტი აირჩია, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად. სამართლიანობის არკანი. მე მინდა გითხრათ, რომ სამართლიანობის არკანი, შემოკარგებო, არის არკანი, როდესაც გაქვთ ისეთი ფინანსური მდგომარეობა, ამ არკანით მე ვერ ვიტყვი, რომ არ ხართ ფინანსურად სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ, ანუ ზომიერი, გაქვთ რასაც შრომობთ, ის შესაბამისი შემოსავალი. ასევე შესაძლებელია, აქ მე მიჩვენებს, რომ რეგალური გზით გაქვთ შემოსავალი, შესაძლებელია დასაქმებული ხართ სახელმწიფო სამსახურში და სწორედ სახელმწიფო სამსახურში, როდესაც ხელფასი გვაქვს, ხო? აი ესეთი შემოსავალი. დაბალანსებული გაქვთ ყველაფერი, რაც გასავალია, ის შემოსავალია, ანუ როდესაც აბალანსებს შემოსავალი და გასავალი ერთმანეთს, შემოკარგებო, შესაძლებელია რაღაც არ გაგმაყოფილებთ, გაქვთ ხარჯებიც, ანუ რაღაც გადასახადები, რაღაც ვალდებულებები, რომელსაც არანაკლებ ფინანსები მიაქვს, მაგრამ ამასთან ერთად არის კიდევ რაღაც სხვა შემოსავალიც და ანუ ეს ყველაფერი ბალანსდება ეს ყველაფერი. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მაინც და მაინც იმ შემოსავლით, რაც გაქვთ ამჟამად, რომ თქვა, რომ უკმაყოფილოები ხართ, არ ხართ უკმაყოფილოები, მაგრამ არც კმაყოფილები არ ხართ, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, იცით, უფრო გინდათ, რომ უფრო მეტი გქონდეთ და დამატებითი რაღაც შემოსავლები გქონდეთ. ეს ვის არ უნდა, რა თქმა უნდა. შესაძლებელია, იცით, რა არის ოჯახიც გაქვთ ძლიერი, ოჯახის მხრიდანაც გაქვთ რაღაც დახმარებები, ან შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ისიც, რომ გაქვთ ოჯახური ბიზნესი, ოჯახური რაღაც საქმე, საიდანაც გაქვთ შემოსავალი, შემოკარგებო. და ეს ყველაფერი არის ოფიციალურად დაკანონებული, გაფორმებული და ყველაფერი არის რომ იტყვიან მოწესრიგებული, მაგრამ ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ სადაც არის შემოსავალი, გაქვთ ასევე რაღაც ვალდებულებები, გადასახადები და აი ეს კი აბალანსებს ერთმანეთს. ასევე პარტნიორი, ხო, პარტი, იცით, არის, ხო, კიდევ აქ ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ისიც, რომ აი ეს შესაძლებელია რაღაც თქვენს საქმესთან დაკავშირებით გქონდეთ ასევე რაღაც თუ საქმიანობას ეწევით და არ ხართ ისეთ სამსახურში, სადაც გიხდიან ხელფასს და ხართ თვით დასაქმებული, ხო, ან რამე საქმიანობას ეწევით, თითქოს აქ მიჩვენებს იმას, რომ გინდათ იმ საქმიანობის გააყოფა თუ პარტნიორული, იმიტომ რომ პარტნიორულ ურთიერთობასაც მიჩვენებს მე აქ, ანუ ვინმესთან ერთად თუ გაქვთ რაიმე საქმიანობა, ბიზნესი წამოწყებული, გინდათ აი იმ საქმიანობის ცალკე გასვლა ერთის სიტყვით, ცალკე გასვლა ბევრი რომ არ გავაგრძელო და ცალკე დაკანონება იმ საქმიანობის, რასაც ეწევით. ну, ასეთია, ყოველ შემთხვევაში მე ამჟამინდელ სიტუაციაში არ მიჩვენებს, რომ თქვენ ხართ უფულოდ. პირიქით, საკმაოდ სტაბილური შემოსავალი გაქვთ, მეორე ვარიანტს მინდა გითხრათ. მოდი ვნახოთ
როგორი იქნება თქვენი ფინანსური შემოსავალი მომდევნო 3 თვის განმავლობაში? ვინც მეორე ვარიანტი აირჩია? როგორი იქნება? წარმატებას მიაღწევთ, ჩემო კარგებო, წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ კი, აი, წეღან თქვი და გავიმეორებ, რომ თითქოს გინდათ რაღაცის შეცვლა, გინდათ რაღაც რომ დამოუკიდებლად იყოთ, ის საქმიანობა, რასაც ეწევით, ვინც ბიზნესში ხართ და საქმიანობა გაქვთ თქვენი საკუთარი, გინდათ რომ აი ცალკე გახვიდეთ, ცალკე და ეძებთ რაღაც გამოსავალს, გზას, რომ რაღაც შეიცვალოს სიტუაცია, შესაძლებელია იცით რა არის? მე არ გავხსნი, მოდი მაინც რაზე მიგვანიშნებს აქ გაკიდებული კაცი. რაღაც ზეწოლა ხდება, ჩემო კარგებო, აი რაღაც ზეწოლა ხდება თქვენზე. არ ვიცი თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით ხდება რაღაც ზეწოლა თუ არ ვიცი პარტნიორის მხრიდან თუ ვისგან, მაგრამ არ ვიცი რაღაცას შემოგთავაზებენ, რაც შესაძლებელია თქვენთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ აი და გინდათ აი ამ სიტუაციის სხვანაირად შემოbrუნება, ასე ვთქვათ. აი დასტის ძირზე კიდევ ამომივიდა ხმის დედოფალი, აქაც ხმის დედოფალია, შესაძლებელია ორ პიროვნებას გაქვთ ერთად რაღაც საქმიანობა კიდევ და აი ამ საქმიანობის, არ ვიცი, ზეწოლას გრძნობთ ერთი სიტყვით და გინდათ რომ შეიცვალოს ეს სიტუაცია. ფინანსები შემოდინება გექნებათ, ჩემო კარგებო, შემოდინება გექნებათ, ვინც მე აქ ვაჟღერებ, არ დაგვავიწყდეს, ესე იგი ვთქვით, რომ შესაძლებელია იყოთ დასაქმებული, შესაძლებელია გქონდეთ თქვენი საკუთარი საქმე. ხო, ნუ ყველა სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს და ვინც დასაქმებული ხართ, ჩემო კარგებო, ფინანსური მდგომარეობა იქნება უცვლელი, ჩვეულებრივ როგორც აქამდე იყო და ვინც დასაქმებული ხართ და გაქვთ თქვენი საკუთარი საქმე, იქნება რაღაც ცვლილება და რაღაც სურვილი იმის, რომ რაღაც შეცვალოთ და სხვანაირად, იმიტომ რომ რაღაც ზეწოლას გრძნობთ, ზეწოლას. აქ რასაც წელას, ნუ შესაძლებელია იცით რა არის კი, აქ მე მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც გაქვთ ამჟამად, აი ამ მდგომარეობის შეცვლა გინდათ, ჩემო კარგებო და რაღაც ახლის დაწყება გინდათ, და სწორედ დაიწყებთ აი ამ ახლის ძიებას, ასე ვთქვათ, რომ ახალ რაღაც მდგომარეობა შეცვალოთ და ყოველ შემთხვევაში შემოსავალი კი გაქვთ, მაგრამ მე ვიტყვი, რომ გასავალიც არის და შეიძლება ითქვას დანაკარგში და მინუსში რომ არ წავიდეს, გინდათ რომ რაღაც შეცვალოთ და რაღაც სხვანაირად შემოატრიალოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ფიქრი უკვე დაწყებული გაქვთ და მომდევნო თვის ტენდენციებში გაგრძელდება ამაზე ფიქრის და ამაზე დაფიქრდებით ერთი სიტყვით, რომ რაღაც შეცვალოთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ. მოდი ვნახოთ რჩევა ვიკითხოთ მაშინ თქვენთვის, რჩევა მეორე ვარიანტისთვის, რჩევა. როგორ უნდა მოიქცეს, რომ მეორე ვარიანტი, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს. როგორ უნდა მოიქცეს. ნუ აქ მე მიჩვენებს 7 პენტაკლს და დასტის ძირზე მაქვს ზომიერების არკანი. ანუ რაღაც შემოთავაზება შესაძლებელია გქონდეთ, ჩემო კარგებო, მაგრამ საჭიროა მოცდა და რაღაც მოთმინება, ასე ვთქვათ, მოთმინება და მოცდა. ამიტომ რომ ნაყოფი რომ მიიღოთ თქვენ რაღაც სამუშაო უკვე ჩატარებული გაქვთ, უკვე გაკეთებული გაქვთ, უხელდაკრეფილი ნამდვილად არ ზიხართ, მაგრამ ნაყოფი რომ მიიღოთ, საჭიროა მოცდა და მოთმინება და რაღაც დრო პერიოდი რომ გავიდეს და ეს ყველაფერი აუცილებლად მოგვარდება და გავიმეორებ, რომ და მოითმინოთ და მიიღოთ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის არის უკეთესი. აი ეს არის რჩევა. დაუსვათ წერტილი ერთი სიტყვით. ყველაფერს, რაც ასე ვთქვათ, დრო თავისით დაალაგებს და დროა საჭირო ცოტა რომ გავიდეს და შემდეგ იმოქმედოთ, შემდეგ დაუსვათ წერტილი და გაარკვიოთ ერთი სიტყვით. მეორდება ოჯახის არკანები კი, ოჯახის არკანები. იცით რა არის აქ მე მიჩვენებს, რომ რაღაც ძველი სცენარიდან უნდა გამოხვიდეთ აუცილებლად, უნდა შეცვალოთ თუ ეს ოჯახურ საქმიანობას ეხება, ჩემო კარგებო, ან ისეთ საქმიანობას, სადაც ორი პარტნიორია ერთმანეთში, ხო? აქ მე მიჩვენებს, რომ რაღაც უნდა დასრულდეს, რაღაც უნდა გზა მოიძებნოს. კი, რაღაც აქ ფიქრობ, რომ შესაძლებელია
პარტნიორთან რაღაც უსიამოვნებაც გაქვს. თქვენ საქმიან პარტნიორს გულისხმობთ, ჩემი კარგებო. რაღაც უსიამოვნება გაქვთ და აი ამის მოგვარებას ფიქრობთ და ცდილობთ და უბრალოდ ცოტა დრო ასაჭირო ამ ყველაფრისთვის. ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ ეზონით და გამომეხმაურეთ, ჩემი კარგებო.